მოგესალმებით საღამო მშვიდობის. გავაგრძელოთ საუბრები ტრანსფორმაციაზე და ვინც დაინტერესებული ხართ ცხოვრებაში ცვლილებებით, ვფიქრობ, რომ თქვენთვის ეს ჩართვა ძალიან დიდ როლს შეასრულებს, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. განვიხილავ დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თემა იქნება სხეულის მიღმა გასვლა, ვისაც არ გაქვთ წინა ვიდეო ნანახი, შეგიძლიათ ნახოთ და შემდეგ უყუროთ ამას. და ასევე ძალიან დიდი თხოვნა მექნება გააზიაროთ ვიდეო, ან ვინც უყურებთ YouTube არხზე, გამოიწეროთ გვერდი. თქვენ იცით, რომ YouTube-ის ალგორითმი მუშაობს ისე, თუ არ იქნება აქტიურობა, ვიდეოები არსად არ გამოჩნდება და მე ძალიან მინდა გთხოვოთ, რომ დამეხმაროთ ვიდეოების გავრცელებაში, აი ამ ჩანაწერების გავრცელებაში, იმიტომ რომ ვფიქრობ ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარება და არა მხოლოდ სხვა ადამიანებს, არამედ მეც დამეხმარება ჩემი პროფილის განვითარებისთვის, აი ამ არხის განვითარებისთვის. ეხლა რაც შეეხება სხეულის მიღმა გასვლა, დისპენსა ამბობს, რომ ცვლილებები იწყება მაშინ, როდესაც დროებით მაინც გავდივართ სხეულის მიღმა და რა თქმა უნდა, ეს საერთოდაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გავექცით რეალობას, ან უნდა შევქმნათ ისეთი მდგომარეობა, როდესაც გამოუცხადოთ, უბრალოდ აი ბრძოლა გამოუცხადოთ სხეულს. არავითარ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ შევცვალოთ ჩვენი ქცევები, ჩვენი ჩვევები, დამოკიდებულებები და უფრო მეტიც ვიტყვი იმას, რომ როდესაც ცნობიერებას ვცვლით, ამით სხეულიც იწყებს ცვლილებას და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ცხოვრების ცვლილებებისთვის, მე ასე ვიტყოდი. რაც შეეხება ცვლილებებს, პატარა შესავალს გავაკეთებ წინა ვიდეოშიც ვახსენე და ვთქვი წინა შეხვედრის დროს, რომ ცვლილებების დასაწყება, ცვლილებებისთვის, ზოგადად ტრანსფორმაციისთვის სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, აუცილებლად გავდივართ სხეულის მიღმა, გავდივართ გარემოსა და დროის მიღმა. ეს არის ჯო დისპენსას წიგნის შეცვალე ქვეცნობიერის მიხედვით ვსაუბრობ ახლა მე ამ შემთხვევაში და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც და ხაზგასმული, აქ მთელი წიგნი ამით არის გამორჩეული, რომ ჩვენი ცვლილებები იწყება ფიქრიდან, ტვინიდან, ანუ ფიქრი რეალურად ჩვენ არ უარყოფთ ამ სხეულის მიღმა გასვით ჩვენს სხეულს, ჩვენ ვცვლით ჩვენს ცნობიერებას, ხო? და როდესაც ადამიანი ფიქრობს, ტვინში მიმდინარეობს სხვადასხვა ბიოქიმიური პროცესები, ამ დროს წარმოიქმნება ქიმიური ნივთიერება. და ესე იგი გამოდის, რომ სხეულს უგზავნის ტვინის სიგნალს და ეს სიგნალი არის შესაბამისი ინფორმაცია. რაზეც ფიქრობ, იმის შესაბამისი ინფორმაცია და სხეული ამ ინფორმაციას, როდესაც მიიღებს, მას აქვს რეაქცია, რა თქმა უნდა, შეიძლება ინსტინქტის სახით, ემოცია, პირველ რიგში ემოცია უჩნდება და ამ ემოციის საშუალებით სიგნალს ისევ აგზავნის ტვინთან, ეს არის დამადასტურებელი იმის, რომ მან ტვინიდან მიიღო ინფორმაცია, ანუ იქმნება ერთგვარი წრე და ეს იქნება ჩაკეტილი წრე. ესე ფუნქციონირებს სხეული და ტვინი. ასე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. მათ გააჩნიათ ერთმანეთის ურთიერთობის დროს გარკვეული ქიმია და გარკვეული ელექტრომაგნიტური სიგნალების საშუალებით ეკონტაქტებიან ერთმანეთს. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ ალბათ გსმენიათ ლიგანდების შესახებ, ეს არის ქიმიური ნივთიერებები, როდესაც გამოიყოფა ტვინში, ეს არის მთავარი ელემენტი, რომელიც ტვინის აქტივობებში და სხეულის ფუნქციონირებაში არის ჩართული და ლიგანდებში პირველი და მნიშვნელოვანი ეს არის ნეიროტრანსმიტერები, გაგიგიათ თქვენ დოფამინის შესახებ, სეროტონინის შესახებ, ესენი აგზავნიან სიგნალს ნერვულ უჯრედებს შორის
და ასევე შეუძლიათ იგივე სიგნალებს აგზავნიან, რა თქმა უნდა, რასაც ვფიქრობთ და რა რითიც არის ტვინი ხო ამ მდგომარეობაში დაკავებული და მათ შეუძლიათ ნეიროკავშირებს ასევე მიაწოდონ ახალი ინფორმაციებით. მეორე მნიშვნელოვანი ქიმიური ნივთიერება ეს არის ნეიროპეპტიდები. ძალიან მოკლედ ვიტყვი ამ პატარა ფრაზებს, იმიტომ რომ მაინდა-მაინც დიდი მნიშვნელოვნება არ მინდა, რომ დიდი ყურადღება არ მინდა გავამახვილო ამ სამედიცინო ტერმინებზე, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, იმას აუცილებლად ვახსენებ და არაფერი ამაში რთული არ არის, იმიტომ რომ ყველა მიცით, რომ არსებობს ესეთი ქიმიური ნივთიერებები ტვინში და მეორე ლიგანდა, ეს არის ნეიროპეპტიდები, რომელიც წარმოიქმნება ძირითადად უმრავლესობა დიდი უმრავლესობა მათი წარმოიქმნება ჰიპოთალამუსში, თქვენი ცით ეს მდებარეობს დაახლოებით ყიფლი ბანდის ბავშვად ყიფლი ბანდი იმ ადგილზე და ასევე არის ეს ნეიროპეპტიდები იმუნურ სისტემაში და ესენიც რა თქმა უნდა გარკვეულ ინფორმაციას აწვდიან სხეულს და მესამე ძალიან ცნობილი ჩვენთვის ჰორმონები, განსაკუთრებით კორტიზოლის ჰორმონი ყველას გსმენიათ ალბათ ამის შესახებ, როდესაც ეს ნეიროპეპტიდები და ჰორმონები პირველ რიგში ნეიროპეპტიდები გადადიან სისხლის მიმოქცევაში, ისინი გავლენას მოახდინენ ემოციებზე და გამოდის რომ ეს ჰორმონები ძალიან დიდ როლს ასრულებენ ჩვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე თუნდაც ხო ჩვენს ემოციებზე ანუ ძირითადად ემოციებზე პასუხისმგებლები არიან ეს ჰორმონები და ნეიროპეპტიდები ეს მინდოდა აუცილებლად მეთქვა იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ თეორია პირველ რიგში აი რასაც ახლა მე თქვენ გადმოგცემთ ძალიან საინტერესოა იმისთვის რომ ჩვენ ვიცოდეთ როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი, როგორ მუშაობს სხეული და რატომ არ არის ცვლილებები ასე მარტივად, რატომ არ ხდება ახლა ხო არიან ადამიანები რომ მოდიან და ამბობენ რომ მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაცა ცვლილებები მოხდეს შევცვალო რაღაცები რა თქმა უნდა უკეთესობისკენ ამისთვის ძალიან დიდი შრომაც მიწევს პოზიტიურადაც ვფიქრობ, მაგრამ ეს ჩემ ცხოვრებაში არაფერს არ ცვლის. ამიტომ მინდა რომ აი დაახლოებით მაინც წარმოდგენა გქონდეთ, როგორ მუშაობს ეს სისტემა თვითონ ჩვენი ტვინი და ჩვენი სხეული ერთმანეთთან და როგორ ხდება ცვლილებების შეტანა. იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი პროცესი არ არის, ეხლა მე დავაწყაპუნო რაღაცა და უთხრა ჯადოსნური ჯოხი მაქვს ან კიდე და იმით მოვახდინო ეს ცვლილება. ეს არის ერთგვარი მთლიანად დამოკიდებული ჩვენს ტვინის უჯრედებზე პირველ რიგში, ხო? და მერე უკვე ძალიან დიდი სურვილი მაქვს ეპიგენეტიკასაც ჩავეხო, იმიტომ სხეულსაც თავისი მეხსიერება აქვს და ასევე ეს არაერთხელ მithქვავს უკვე ჩემს გამოსვლებში. ეხლა უფრო მარტივად გასაგები იყოს, ეხლა რა ხდება, მაგალითისთვის განვიხილოთ რაიმე ავიღოთ თუნდაც მაგალითად შფოთვის დროს როგორ მუშაობს ეს ლიგანდები. აი დაუშვათ რაღაცაზე ვიფიქრეთ, რაღაცა ცუდი ვიფიქრეთ, არასწორი აი მაგალითად არასწორად მოვიქეცი, ცუდად მოვიქეცი, ან დაბალიტის შეფასება როდესაც აქ ადამიანი, ან დანაშაულის შეგრძნება გამიჩნდა, ნუ აი ესე რო არ გამეკეთებინა, სხვანაირად მოხდებოდა, უკეთესი იქნებოდა. ნუ არ ვიცი, რაღაცა ვერ გავაკეთე ისე, როგორც საჭიროა თუნდაც და გაჩნდა შესაბამისი ემოცია, ხო, როდესაც ესეთი ფიქრი მოდის. ეს გამოიწვევს რას? როგორ ემოციებს? შეიძლება გაჩნდეს მე ახლა ეს რო ვერ გავაკეთე ამას რა მოყვება შიში, შეიძლება გაჩნდეს შფოთვა, გაჩნდება აუცილებლად დაძაბულობა და ეს ემოცია ქიმიურ დონეზე უკვე გადადის სხეულში, იმიტომ დაიწყება ხო ქიმიური ნივთიერებების გამოყოფა, რაზეც ახლა ვისაუბრე, ლიგანდებზე და ტვინი და სხეული იწყებს უკვე ამ ნივთიერების ერთდროულად გამოყოფას. წრე შეიკრა. ანუ გამოიყოფა კორტიზოლი. მე ეს ჰორმონები გადაადგილდებიან სისხლით, გადაადგილდებიან ნერვული სისტემით
და შესაბამისად მიებმევიან რეცეპტორებს უჯრედებზე. უკვე გულში, კუჭში, კუნთებში და სხეულმა მიიღო შეტყობინება საფრთხეა. ანუ სხეული, როდესაც ესეთ შეტყობინებას იღებს და საფრთხის ქვეშ გრძნობს თავს, ჩაერთვება შესაბამისი რეაქცია. იცით, რომ ეს ინსტინქტებიც საფრთხისგან დამცავი რეაქციებია, ხო? და რა ხდება ამ დროს? ამ დროს ხდება სხეულში დაძაბულობა, კუნთები დაიჭიმება, შეიძლება გაძნელდეს, უბრალოდ სუნთქვა, ან ზედაპირული გახდეს, ისე რომ ადამიანს გონია, რომ ჰაერი აღარ მიეწოდება, რაღაცა გული აწუხებს, სინამდვილეში ეს გული კი არა, ეს არის სხეულის თავდაცვის ერთგვარი რეაქცია. ადამიანი შფოთავს უკაცრავად და ტვინი ახდეს იდენტიფიკაციას მერე უკვე ამ შფოთვასთან და ყველაზე ცუდი ამ პროცესში ეს არის, როდესაც ჩვენ ვახდენთ ჩვენს ემოციებთან იდენტიფიცირებას. ანუ ნახეთ, აი მე ვარ ესეთი ცუდი, მე ესეთი ზარმაცი, ან მე ესეთი ადამიანი ვარ, რომ არ შემიძლია ჩემი ემოციების კონტროლი, არასწორად ვიქცევი და ესეთი ვარ. მე მივაწერთ ხოლმე ჩვენ თავს ამ მდგომარეობას. სინამდვილეში ჩვენ ესეთი კი არ ვართ, ეს არის ჩვენი ემოცია და ეს ემოცია გუმართავს ამ შემთხვევაში და ძალიან მინდა გთხოვოთ ყველას, რომ არასოდეს არ მიიღოთ ეს მდგომარე თქვენი ემოცია არ გაიგივეოთ საკუთარ თავთან. მერე მით უმეტეს, როდესაც ეს პროცესი მეორდება ძალიან ხშირად, თითქმის ყოველდღიურად, მერე ამას წლები ვაკეთებთ, ან თვეები, ან წლები და რაც უფრო მეტი ასაკის არის ადამიანი, კიდევ უფრო ბევრი წელი და წარმოვიდგინეთ, ახლა იგივე ემოციები, იგივე ლიგანდები, გამოიყოფა იგივე რეცეპტორები ჩაერთვება, სხეული ეჩვევა უკვე ამ მდგომარეობას, ახლა ამ შემთხვევაში მაგალითისთვის ჩვენ შფოთვა განვიხილეთ, თუმცა სხვა მდგომარეობებით იგივენაირად ხდება ყველაფერი და ეს ადამიანისთვის ხდება ნაცნობი მდგომარეობა და წეღან უკვე ვახსენე, რომ აი თავდაცვის მდგომარეობა. ანუ ნახეთ, ეს ასეთ რეჟიმში ცხოვრობს, ეს არის, ანუ როდესაც ადამიანი ცხოვრობს თავდაცვის რეჟიმში, ხო? ეს არის ერთგვარი დაცვითი სისტემა გამომუშავებული. და ამას როგორც ავხსენე ხა ტვინიდან სხეულში, სხეულიდან ტვინში და ამას უკვე ამ მდგომარეობას დისპენსა უწოდებს, რომ სხეული ხდება უკვე გონება. და ეს მდგომარეობა უკვე ავტომატურად ხდება, ანუ აღარ ჭირდება მას ცნობიერი მდგომარეობა, როდესაც წლების განმავლობაში მეორდება ერთ და იგივე ფიქრი, ერთი და იგივე ნივთიერება გამოიყოფა, როგორც აღვნიშნე, შესაბამისი ემოცია და კიდე მე შესაბამისი ფიქრი მოყვება, რომელიც კიდე უფრო მეტად ძლიერდება და ეს უცვლელი ციკლი ქმნის სხეულის ერთი და არა მხოლოდ სხეულის და ტვინის ერთიან მდგომარეობას. ანუ მათი მდგომარეობა შეთანხმებულია. და ამას ამ წიგნში კარგად არის ახსნილი, ერთიან მდგომარეობას უწოდებენ, ხო? ну, მოკლედ მე მგონია, რომ ისე გადმოვეცი, რომ ყველასთვის იყოს გასაგები ეს თემა. ეხლა რაც შეეხება ეპიგენეტიკას. თუმცა სანამ ამაზე გადავიდოდი, ვიტყვი აუცილებლად, რომ როდესაც შეგრძნებები, აი ადამიანის სხეულის შეგრძნებები, უკვე გარდაიქმნება ფიქრის საშუალებად. აი, ნუ შეგრძნებები ხო, ნუ სხეულში უკვე ემოცია წამდა, უკვე ამის მიხედვით ვფიქრობთ ჩვენ. და იმათ მიღმა სხეულის შეგრძნების მიღმა უკვე ვეღარ ვფიქრობთ ვერაფერს, იმიტომ რომ ჩვენი სხეული გვაფიქრებინებს იგივეს, ანუ ეს წრე რაზეც ვილაპარაკე, ამ დროს როგორ შეიცვლება ადამიანი? ცვლილებები იქნება შეუძლებელი. აბსოლუტურად, იმიტომ რომ ჩვენ თუ ჩვენი ფიქრი არ შევცვალეთ და ისევ იმ მდგომარეობით ვიფიქრეთ, იგივენაირი ფიქრები მოვიდა, ანუ წარსულით ვიფიქრეთ. თუმცა მე მგონი წინა ვიდეოშიც შევეხე ამ საკითხს, ხო? და შეგიძლიათ იმასაც ის ვიდეოც ნახოთ აუცილებლად ძალიან საინტერესოა ისიც, იმიტომ რომ იქ არის გონების, გარემოს მიღმა გასვლაზე, სადაც ვისაუბრე. ანუ ნახეთ, ცვლილებები რა დროს ხდება, თუ რეალურად გსურთ, რომ დადგეს შენთან ცვლილება, ანუ ცხოვრებაში ცვლილება, მაშინ თქვენი თავი თქვენს იდენტობაზე მაღლა უნდა დააყენოთ.
იდენტობა ჩვენი დუდის ახლა ვისაუბრე ამ ტუთში ჩვენი იდენტობა ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენივე ემოციებით და ჩვენივე შეგრძნებით და ამიტომ არის რომ უნდა დავდგეთ შეგრძნებებზე მაღლა ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე მაღლა იდენტობაზე მაღლა და აი მივედი ახლა რისი თქმაც მინდოდა სწორედ ეს იქნება სხეულის მიღმა გასვლა ანუ ამას ვგულისხმობდი როდესაც ვთქვი რომ ჩვენ უნდა გავიდეთ სხეულის მიღმა ანუ სხეულის გადალახვა და ეს არის აღწერილი ძალიან კარგად დისპენსას შეცვალე ქვეცნობიერში ეს არის წიგნი მე ვფიქრობ რომელიც ყველა ადამიანმა ვისაც სურს რომ განვითარდეს და აუცილებლად დაიწყოს ცვლილება ანუ ვისაც სურს ტრანსფორმაცია ზოგადად ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს იმიტომ რომ ეს არაჩვეულებრივი წიგნია ჩემი რეკლამა არ ჭირდება ბევრ თქვენთაგან შეიძლება წაკითხულიც გაქვთ და აი მე მინდოდა ჩემი ჩანაწერებით დაგხმარებოდით ამის ადვილად და მარტივად ახლა ვისაც არ აქვს იმის დრო რომ თქვენ დაჯდეთ წიგნი წაიკითხოს ჩანაწერები უფრო ადვილი მოსასმენი იქნება ჩემი აზრით ხო ну მოკლედ ხო კიდე რაზე მინდოდა ახლა მესაუბრა ხო ну აი ერთგვარი ჩვევა როგორ ყალიბდება ანუ ჩვევებს მიღმა გასვლა იგივეა ანუ ჩვენი ჩვევები როგორ დავივიწყოთ ის ჩვენი ჩვევები ახლით ჩავანაცვლოთ თუნდაც ხო რატომაც არა ის ჩვევები რომლებიც არ გვჭირდება რომელიც აბსოლუტურად ხელს გვიშლის განვითარებაში ის იმის ერთგვარად ნეირონული ქსელი, რომელიც შექმნილია, ამაზე ხომ მოგვიანებით ვისაუბრებ, აუცილებლად, აი ეს პროგრამები, რომელიც არის ჩვენში და მე უკვე გითხარით, რომ ადამიანის უკვე 30 წლის ასაკში, 40 წლამდე ხა, კარგი იყოს 40 წლამდე, სრულად არის ჩამოყალიბებული მასში საკუთარი ის აქვს მას ღირებულებები, საკუთარი გამოცდილება, ხმა და ეს პროგრამა, რომელიც შექმნილია ავტომატურად და არაცნობიერში, უკვე ქვეცნობიერში არის ჩამოყალიბებული და მასთან რამხელა რამდენი პროცენტია 95% არის ქვეცნობიერი და ამ ქვეცნობიერი პროცესებით ვიმართებით და ეს 5% რომელიც დარჩენილია ცნობიერად ძალიან ძნელია ხო შენი 95-5%-ის წინააღმდეგ არ ვფიქრობ რომ ეს იყოს ადვილი და ერთი ამოსულ თქვით გადასალახი. ამიტომ ადამიანმა უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე, არა ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე. რატო ვამბობ ვიცით ამას? ადამიანები არიან და მოდიან და ამბობენ რომ აი ერთ სესიაში მოვაგვარებ, ერთ შეხვედრაში მოვაგვარებ, რაღაც პრობლემა როდესაც აქვს და როდესაც უნდა ცვლილება. ცვლილება აბარა არის, ეხლა თუნდაც ადამიანს აქვს ნერვული, ანუ დაუშვათ პანიკური შეტევა, ხო, ელემენტარული ავიღოთ და ამას უნდა რომ ორ სესიაში და სამ სესიაში ეს გადალახოს. ესე არ ხდება, თუმცა შეღავათები თავიდანვე შეღავათი შუებას თავიდანვე გრძნობს ადამიანებს დაიწყებს ფსიქოთერაპიაზე სიარულს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ერთჯერადად არ ხდება ამის მოგვარება, იმიტომ რომ არ არის ეს მარტივი პროცესი. ადამიანი წლების მანძილზე თავისი ჩვევებით, ჩამოყალიბებული პროგრამებით ცხოვრობს, აქვს თავისი პოზიცია, ფიქრი, რომელიც ასე ადვილი არ არის მისი ტვინის რეცეპტორების შეცვლა არ არის ესე ადვილი. ამას უნდა მუშაობა გარკვეული დროით არ არის ასევე ის რომ ვიღაცამ უნდა აუცილებლად სხვა მაიღოს ეს პასუხისმგებლობა და სხვა იმუშაოს თქვენს მაგივრად. რომ ამ ყველაფერს გააზრება სჭირდება და ცნობიერების შეცვლა სჭირდება თუ გინდათ რომ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა შეცვალოთ და კარგი მოვიდეთ. ეს ელემენტარული თქვი ახლა მე ვთქვი ძირითადად ის მაგალითი, რომელითაც მოდიან ჩემთან. არის ასევე ხა ფინანსური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია მერწმუნეთ, მაგრამ ამას ჭირდება პირველ რიგში გაცნობიერება. და ну, რა თქმა უნდა, ხა სახელის დარქმება, თორემ არ იცი ადამიანმა როგორ იმართება, როგორი პროცესები მიდის შენს სხეულში, ძალიან რთულია ამის გარეშე რაღაცა ცვლილებები შეიტანო, ხო?
ხო? ასე რომ ადამიანს შეიძლება ძალიანაც უნდოდეს იყოს ბედნიერი, წარმატებული, მაგრამ როდესაც ის მიჩვეულია მისი სხეულით, ტვინით, წლების მანძილზე წუწუნს, ტანჯვას, მწუხარებას და ეს მეორდება და შეჩვეულია უკვე სხეული ამ მდგომარეობას, ამ ქიმიურ პროცესებს არ არის ესე რომ უცბად მოხდეს ცვლილება და დისპენსა სხვათა შორის აი ამ ჩვევების მუშაობის დროს გვეუბნება რომ თქვენ პირველ რიგში აი უნდა შეცვალოთ აი ჩვევების შეცვლა სანამ დაიწყებთ მთლიანობაში გამოდის რომ საკუთარ თავად ყოფნის ჩვევა უნდა შეცვალოთ ხო რაღაცა ძალიან ისეთი გამოთქმა მაგრამ ძალიან მომწონს მე ეს რომ სწორედაც რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ საკუთარ თავად ყოფნა რომელიც აი ძალიან დიდი ხანი წლების მანძილზე გგონია უბრალოდ აი ჭყალებში ჩავსვავდი მე ამ წინადადებას იმიტომ რომ ჩვენ გგონია რომ ჩვენ ვართ ის ემოცია ჩვენ ვართ ის ბრაზიანი ჩვენ ვართ მაგალითად ნუ არ შემიძლია ვერ ვაკეთებ იმიტომ რომ არ ვარ მე საკმარისად კარგი და სიამდვილეში ესე არ არის სიამდვილეში ჩვენ ძალიან ბევრი რამე შეგვიძლია თუნდაც კვანტურ ველში ბევრი ვისაუბრე ამაზე უკვე რომ არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი და ჩვენ შეგვიძლია აი ამ ყველაფრის გაკეთება და რეალობად ქცევა, ხო? ასე რომ აი ეს არის ცვლილებებზე რაც მინდოდა მეთქვა ჩვენი ემოციები რაც არის მისი განმასწავლება ასე იძახის ავტორიც რომ მისი ანუ ამ ემოციიდან გასვლა უნდა მოხდეს ხო წლების მანძილზე ჩვენი სხეული რასაც არის მიჩვეული სწორედ იმ ემოციისგან განთავისუფლება და როგორც უკვე გითხარით პირველი ნაბიჯი ამისთვის ეს არის გაცნობიერება მაგრამ გაცნობიერება იმის თუ რომელი ემოციებია ჩვენში წამყვანი რომელი ემოციით ვიმართებით ანუ ძირითადად რა ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებით დააკვირდით თქვენ თვითონ თუ სპეციალისტის დახმარების გარეშე გსურთ რომ ეს ცვლილებები მოხდეს რა თქმა უნდა დააკვირდით თქვენს ემოციებს რომელი ემოციაა თქვენში წამყვანი დღის განმავლობაში მერე კვირის განმავლობაში ან ჩაინიშნეთ რვეულში ეს ძალიან დაგეხმარებათ რომ მოხდეს გაცნობიერება ამ ემოციის და არის ხოლმე ახლა ისე რომ წარმოვიდგინეთ ახლა ჩვენ გვინდა ეს ბედნიერება წარმატება ჯანმრთელობა თუნდაც და ამ დროს ჩვენ სხეულს და ჩვენს პრინციპი ჩვენს სხეულს ტვინში ერთია გონებას ერთი უნდა და სხეულს უნდა მეორე ანუ აქ აი ესეთი პროცესები მიმდინარეობს მოდი ახლა რახამ ჯანმრთელობა ვახსენე მოდი შევეხოთ ახლა აი ამ ძალიან ესეთი თემა ჯანმრთელობის თემა რომ ყველასთვის იქნება საინტერესო და ამის მაგალითზე განვიხილოთ თუნდაც ხო როგორ მოქმედებს ვისაუბრეთ ჩვენ უკვე ხო ვისაუბრეთ ტვინი სხეული ანუ ემოციები და ფიქრები როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და როგორ ხდება დამახსოვრებული ფიქრების და ემოციების გადალახვა აუცილებელი როგორ არის იმისთვის რომ ცვლილებები მოხდეს და ეხლა რაც შეეხება ჩვენს ჯანმრთელობას თუ გვინდა რა თქმა უნდა როდესაც ვსაუბრობთ ამ ჯანმრთელობას და თუ გვინდა რომ შევცვალოთ რაიმე იმ წუთში მოდის თავში ის აზრი რომ აი რა უყოთ გენეტიკას და თან რატომ მოდის ეს აზრი? იმიტომ რომ როდესაც მივდივართ ექიმთან, აი რაღაცა პრობლემა გაჩნდა ხო ჯანმრთელობის პრობლემა, წახვედი ექიმთან და ექიმი აუცილებლად კითხულობს იმას, ანუ გენეტიკურად თქვენს გენებში, ოჯახში მაგალითად ელემენტარულად წნევა აქვს ადამიანს და მე პირადად რომ მივდივარ აქაც ევროპაში მიდიხარ ექიმთან იმ წუთში გამოიკვლევენ იმას აბა სახლში ოჯახის წევრებს დედას მამას ბებიას ბაბუას ნუ დასაწყისისთვის და მე უფრო შეიძლება უფრო უკანაც წავიდნენ ვინმე თუ იყო ესეთი ან დიაბეტის დროს ან ნებისმიერი ავადმყოფობის დროს გენებთან მიდიან და გენეტიკასთან და ჩვენს გვახსენდება ახლა რა თქმა უნდა ახლა ეს გენეტიკას რა უყოთ აი დედა ჩემი წნევიანია ბებია ჩემი წნევიანია და მეც იმიტომ აქვს წნევები კი ბატონო
ეს მოსაზრება, ეს მეცნიერება თვითონ გენეტიკა ამას შეისწავლის, მაგრამ ნახეთ რა მინდა გითხრათ, მინდა შევეხო ეპიგენეტიკას. ეპიგენეტიკა ცალკე მეცნიერებაა, ეს უკვე თუ სულ რამოდენიმე ათეული წლის წინ გამოეყო თვითონ გენეტიკასთან ერთად იყო ეს, მაგრამ გამოეყო ამას და შეისწავლის, რომ უბრალოდ გვასწავლის იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი გენების მართვა უჯრედის გარედან. ანუ რა ხდება, ჩვენ ვერ შევცვლით იმის დნმ-ის კოდს, რა თქმა უნდა, ეს კოდი არ იცვლება, სტრუქტურა შეიძლება შეიცვალოს, სტრუქტურის თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს. და ამით ჩვენ შეიძლება ზეგავლენა მოვახდინოთ და შევცვალოთ აბსოლუტურად, თუნდაც აი ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და არ ვიყოთ აი განმეორებული მაშინ რა, ხო აი წვიდათაობას ჰქონდა, იმის წინას ჰქონდა და შემდეგ ჩვენთან მეორდება. ნუ პრინციპში როგორ არის, იცით ახლა ლოგიკურად რო ვიმსჯელოთ, ხო? თუ ჩვენ ვიმართებით ჩვენი გენებით, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გენებით. წარმოიდგინეთ, მაშინ ჩვენი ბედი არის ფაქტურად გაწერილი და ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია. არაფერი, ეს ჩვენი თავისუფალი ნება აქ არ არსებობს. მაგრამ ნახეთ ეპიგენეტიკა რას გვეუბნება. საერთოდ ფსიქოსომატიკაც გაგიგიათ ალბათ, ხო? და იცით ამის, ხსვენიათ ამის შესახებ, რომ ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული ჩვენს გარემოზე, ანუ გარემო პირობებზე. ჩვენი დაავადებების 95% დაკავშირებულია ჩვენი ცხოვრების წესთან. ხოლო აი ეს 5% არის გენებთან და გენეტიკასთან დაკავშირებული. და ძალიან მიხარია ეს, რომ დადგინდა და დამტკიცდა ეს ეპიგენეტიკამ დამტკიცა ეს ყველაფერი. მაგრამ ნახეთ ახლა აქ როგორ ხდება, გაჩნდება თავისთავად კითხვა, რომ თუ კი ესია და ჩვენს გარემო პირობებზია ყველაფერი დამოკიდებული, მაშინ რატომ ხდება, რომ ერთი და იგივე გარემო პირობებში მცხოვრები ორი ადამიანი, აი თუნდაც ავიღოთ ორი იდენტური ტყუპი. გენები ერთნაირი აქვთ, ორივეს იდენტური გენები აქვთ. ორივე ერთი და იგივე პირობებში იზრდება, მაგრამ ერთ-ერთ მათგან შეიძლება რაღაცა დაავადება აღმოაჩნდეს, შემდეგში მაგალითად, ნუ არ ვიცი ხა დიდ რთულ დაავადებებზე არ ვსაუბრობ, თუმცა ისიც მოიაზრება. და მეორეს არ ქონდეს. ან თუნდაც აი ადვილად ცივდებოდეს ერთ-ერთი ტყუპის ცალი, ადვილად იღებდეს ვირუსებს, სხვა ინფექციებს და მეორე ტყუპის შემთხვევაში რა თქმა უნდა, გენი იგივეა, გარემო პირობები იგივეა და ეს არ ხდება. ამ შემთხვევაშიც ჩატარებულია ძალიან ბევრი კვლევა და ეხლა ნახეთ რას საუბრობენ მეცნიერები, რომ კი ბატონო, ყველაფერი იგივეა, მაგრამ აქ ძალიან დიდი გავლენა აქვს ადამიანის ემოციურ მდგომარეობას. ანუ თუ როგორია მისი ემოციები, შეიძლება ამ დროს თუ ემოციები, უარყოფითი ემოციები აქვს, ხო? გენებს აწვდის სიგნალს ფიქრი და ტვინი და აქტიურებს აი სწორედ იმ გენებს, რომელშიც ეს ავადმყოფობის გენზე მაქვს, ხო, საუბარი. და მეორე შემთხვევაში თუ ჩვენ არ ვფიქრობთ ამაზე, მაშინ ეს გენი არ აქტიურდება. ანუ რა გამოდის, რომ კი ბატონო, გარემო ძალიან დიდ როლს თამაშობს და ახდენს გავლენას ჩვენ შინაგან მდგომარეობაზე, მაგრამ ნახეთ, ჩვენ ახლა ხო ვერ შევცვლით ამ გარემოს, როგორ გარემოშიც ვიმყოფებით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ემოციებს გულისხმობ, გარემოსთან დამოკიდებულება შევცვალოთ. ანუ გარემო ვერ გავაკონტროლოთ, მაგრამ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა გავაკონტროლოთ. ანუ ჩვენს შიგნით რაც ხდება, ეს უკვე არის ჩვენი არჩევანი. გარემოში რაც ხდება, ეს ჩვენი არჩევანი არ არის ამ ეტაპზე. ხო, ძალიან ბევრი რამე არ არის დამოკიდებული. თუმცა ეს 100%-ით არ არის, რა თქმა უნდა. აქაც ოღონდ დიდი პროცენტი, აი ძალიან დიდი პროცენტი, როგორც წეღავთ, 95% ჩვენზე არის უკვე ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული. ანუ ნახეთ, გენეტიკა ხო გვეუბნება, რომ ჩვენ სიცოცხლეს დნმ განსაზღვრავს ახლა ამ ეტაპზე, რაზეც ვსაუბრობ და გენების ექსპრესია მიმდინარეობს
უჯრედში და ამ იმას მოსაზრებას ეპიგენეტიკა არ ეთანხმება. ეპიგენეტიკა გვეუბნება, რომ ცვლილებები შესაძლებელია უჯრედულ დონეზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი დნმ-ის კოდი რჩება უცვლელი. ანუ ძალიან საინტერესოა. მე ვფიქრობ, ეს თემა არის ძალიან საინტერესო. და როდესაც ეს იცი უკვე ადამიანმა და არ ხარ შეზღუდული იმ რწმუნებულებებით და იმ ფიქრით, რომ აი მე ეს გენეტიკა მაქვს და მე მაინც იგივე დამემართება, ამ ფიქრით, ეხლა რამდენია ხო ესეთი ფიქრი, რომ აი მე პირადად ძალიან ხშირად შემხვედრია ადამიანი და ახლობელი მეგობარიც ყავდა ძალიან ახალგაზრდობაში, რომელიც იცოდა, რომ აი დედა ჩემი ამ დაავადებით დაიღუპა, ჩემი და ამ დაავადებით, დეიდა ამ დაავადებით, იგივე ან ტიპიურ ესე იგი იგივე დაავადებაზეა საუბარი და მეც დარწმუნებული ვარ, აი ამ დაავადებით მომიწევს დავასრულო სიცოცხლე. და ეს ნახეთ როგორი შემსხუდველია ესეთი რწმუნებულება. შენ თუ ახლა მაგას ფიქრობ და მაგის გჯერა, რა თქმა უნდა, აუცილებლად იგივეს მოიზიდა, ხო? ფაქტიურად დამტკიცებულია, რომ ესე არ არის. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ და რატომაც არა, ეხლა აი იმიტომ არის საინტერესო, ხო, ესეთი განმავითარებელი წიგნების კითხვა, ან თუნდაც არის ასეთი, იმიტომ გადავწყვეტი ამ ჩანაწერების გაკეთებაც, რომ თქვენ შეძლოთ ამ ყველაფრის გააზრება, რომ ესე არ ხდება ადამიანის შეცვლის რაღაცას და როგორ ხდება ეს ცვლილება. პირველ რიგში წეღან ვახსენე, გაცნობიერება უნდა მოხდეს, მერე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რწმენას, ისიც გჯერათ, ისიც გწამთ და ასევე ნახეთ რა ხდება ცხოვრების ჯანსაღი წესი. რატომ არის სულ ამდენი საუბრობს უკვე ცხოვრების ჯანსაღ წესზე? არაჩვეულებრივი შედეგების დადება შეიძლება, თუნდაც იმით, რომ ადამიანმა ისწავლოს სწორი კვება, სუფთა ჰაერზე სიარულის ეირნობა, რასაც შედეგად მოყვება სწორად სწორი ფიქრი. ამიტომ არის ეს სპორტ დარბაზები და რა ვიცი, ყველა ექიმი ფაქტურად რომ მივდივართ ექიმთან ამ ნებისმიერი დაავადების დროს აუცილებლად გვეტყვის, რომ უნდა იარო ფეხით, უნდა ისეირნო ფეხით, უნდა გააკეთო ეს, უნდა იკვებო ასე, მოკლედ ძალიან ბევრი რამეა შესაძლებელი და ეს ავტომატურად ფიქრსაც გიწვით, იცით? ეს უკვე სხვა თემაა, აღარ მინდა ახლა ამ თემას გადავუხვიო, მაგრამ აი ასე ხდება ხოლმე, ხო? კიდევ ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო, რომ გენებში ზოგიერთი გენის აქტივაცია ძალიან მალე და სწრაფად ხდება, მარტივია მისი, მაგრამ არის კიდევ ისეთი გენები, რომლებიც უფრო რთული არის მისი აქტივაცია, ხო? იმიტომ რომ მას აქვს უფრო ან თუნდაც ხო გააქტიურებად შეიძლება გენის, არ ვიცი, გითხარით თუ არა და ისიც რომ პირიქით, ხო, არ მოხდეს მისი გააქტიურება, ჩავკეტავთ. ანუ ნახეთ რა ხდება, ზოგიერთი გენი არის ძალიან რთულად გასააქტიურებელი, ზოგი პირიქით, ხო, იმიტომ რომ ძალიან დიდი გენეტიკური ისტორია აქვს ზოგიერთ გენს და მასთან მუშაობა შედარებით უფრო რთული იქნება. მაგალითისთვის ახლა ავიღოთ ახლა ასევე თუ ჩვენ ვრჩებით ტოქსიკურ ურთიერთობებში, ანუ ფიქრებში, ტოქსიკურ ფიქრებში, თუ ემოციებით შესაბამისი გვექნება, ხა თუ ფიქრი არ არის სწორი, ხო? ბრაზი გვაქვს, შფოთვა გვაქვს, შიშები გვაქვს, მუდმივად წენები გვაქვს და ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანზე. არ ვიცი, მაშინ ჩვენ ვკეტავთ პირდაპირ ჩვენ თავს და ცვლილებებისთვის გამოდის, რომ არ ვართ მზად, იმიტომ რომ ვრჩებით იგივე სტრუქტურაში, რაშიც ამდენი ხანი ცხოვრობდით, თუ ჩვენი წინაპრები მაგალითად იყვნენ ესე და ჩვენ ახლა გადავედით ცხოვრობდნენ ისე რომ იყვნენ რაღაცნაირად ან გაბრაზებულები, ან მიტოვებულები, ან რაღაცა ტრავირებულები, რა მოდი დავარქვათ ესე უფრო მარტივი იქნება და ჩვენ იმ ემოციურ წარსულს ვიმეორებთ, ჩვენი სხეული ქმნის იმავე გენეტიკურ პირობებს, რომლებსაც ქმნიდნენ წინათაობები და თავისთავად ცხადია ჩვენს ცხოვრებაშიც იგივე პრობლემები მოხდება. მერე ხომ იძახიან
რომ აი მაგალითად განმეორდა სხვათა შორის ძალიან ბევრჯერ ვსმენია თვითმკვლელობებიც კი, არიან ადამიანში, აი გენეტიკურად მამამ თავი მოიკლა, ბაბუამ თავი მოიკლა, შვილმა თავი, ესეთი რაღაცები ძალიან ხშირად ხდება. მოკლედ შეიძლება ამაზე მუშაობა და აქ არაფერი ისეთი არ არის, რასაც ვერ შეძლებთ. ანუ ყველაფერი შესაძლებელია და ყველაფერი ჩვენ ხელშია, ხო? ასე რომ ჩვენ უნდა მივცეთ ჩვენ თავს იმის საშუალება, რომ ჩვენი გამოცდილებები, რაც გქონდა, წარსული გამოცდილებები, ან ჩვენი წინაპრების გამოცდილებები, აღარ მივაწოდოთ ჩვენს მეხსიერებას, ჩვენ უჯრედულ მეხსიერებაში აღარ დავტოვოთ და გამოვახდინოთ ცვლილება, ხო? კიდე მოკლედ ერთი საინტერესო თემებია და სულ მინდა ხოლმე რომ ბევრი ვისაუბრო, დრო გვეპარება ამასობაში. არ ვიცი რამდენად ადვილი იქნება მე მოსასმენად, მაგრამ ბარემ მინდა რომ დავასრულო ეს თემა. აი ნახეთ ახლა კვანტურ მოდელში, კვანტურ ველზე ხო ვისაუბრე და იცით უკვე ამის შესახებ, თუ არ გაქვთ მოსმენილი წინა ვიდეოები, შეგიძლიათ იქ მოусმენოთ და იქ შეიტყობთ ამის შესახებ. ასევე კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ეს არხი, დააჭიროთ მოწონების ღილაკს, არ დაგავიწყეთ და შეგახსენეთ ამასაც. დიდი კი მივირიდება ხოლმე რომ ჩავწყვიტავ ხოლმე თემას და გავჭრი შუაზე, მაგრამ არ აუშავს. მინდა რომ კონდეს აქტიური გახდეს ეს გვერდი და ახლა რაც შეეხება კვანტურ მოდელს, ხო? აქ ნახეთ რას გვევნება კვანტური მოდელი ესეთ შემთხვევაში. შეგვიძლია აბსოლუტურად აი დარწმუნებით გვეუბნება დისპენსა რომ გენეტიკური მიმდინარეობის ჯაჭვის ჩახსნა და არა მხოლოდ დისპენსა, ხახტო მე იცით რომ ნეიროგრაფიკაზე ვმუშაობ წლებია უკვე და საოცარი შედეგები მოაქვს ამ ნეირონული ქსელის ცვლილებები მოყვება ამას რა თქმა უნდა და არა მხოლოდ ნეიროგრაფიკით, ასევე RPT თერაპია მუშაობს ფანტასტიკურად აი ამ ცვლილებებზე. სწორედ ეს არის თერაპია RPT, რომელიც დაყრდნობილია და დაფუძნებულია ეპიგენეტიკაზე და ის ადამიანი, ვინც ეს თერაპია დაარსა, სადაც მე შევისწავლე ეს თერაპიული მიდგომა, ეს ავსტრალიელი ძალიან ცნობილი თერაპევტი გახლავთ, საიმონ როუზი და მან ამ ეპიგენეტიკაზე დაყრდნობით შექმნა ისეთი თერაპია, რომელიც ცვლის აბსოლუტურად თქვენს აი ამ მიმართულებით, ანუ უჯრედულ დონეზე ახდენს ცვლილებებს და აღარ მოხდება ის განმეორებები, რომელიც აი ასე გვაშინებს რა ერთი სიტყვით. ხო, ეხლა რას გვეუბნება, კიდე რაზე მინდოდა მეთქვა? იცით რა მინდა კიდე რომ გითხრათ, თუ აი იცით როგორ არის, აი ცვლილებებს ველოდებით, თუ აი დღეს შეიძლება, ხვალ შეიძლება და რატომ არაფერი არ ხდება, მაგრამ ზოგჯერ არის ცვლილებები ხდება, მაგრამ ჩვენ ვერ ვამჩნევთ ამას, იმიტომ რომ იმდენად ნელა შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი და დროში იყოს გაწელილი და შეუმჩნეველი. შეიძლება ჩვენ ვერ ვამჩნევთ, მაგრამ როდესაც დააკვირდები, კარგად მიხვდები და კარგად დააკვირდები, მიხვდები, რომ ძალიან დიდი განსხვავება დაიწყება ადამიანის საკუთარ თავზე მუშაობას. აი, ეხლა მაგალითად კიდე ერთი ის მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ აი ფიქრს აქვს უდიდესი ძალა. ყოლია ადამიანები გარშემოჩეს ყოფილან ესეთი ადამიანები, კარგი რა, აი ფიქრით რა შეიძლება შევცვალო ხა. მე რო ვიფიქრო რა მე მექნება ფინანსები, ან მე რო ვიფიქრო რა გამოვჯამრთელდები. აი წარმოიდგინეთ ახლა ესეთი პატარა მაგალითი მინდათ მოგიყვანოთ რა. ხო იცით რომ ადამიანი ერთ ღამეში გაჭაღარავდა, ესეთი გამოთქმებით გავიგიათ. შეიძლება იცნობდეთ კიდეც ესეთ ადამიანს. რამ გამოიწვია ეს ცვლილება? გაჭაღარავება. ეს ხო გენეტიკურია, ეს გენეტიკა ხო ვიცახით რომ გენეტიკა არის ყველაფერი. მაგრამ ნახეთ რა მოხდა, ეს გამოიწვია ძალიან დიდმა ემოციამ. ამ ემოციამ შეცვალა ჩვენი შინაგანი ქიმიური მდგომარეობა და რა ჩაერთო გაჭაღარავების გენი. ამასაც გენებია ხო ყველაფერს. შეწყდა უკვე ჩვეულებრივი თმისფერის გამომუშავების
მუშაობა და ჩაერთო გაჭაღარავების გენი. ეხლა როგორც ამ პატარა მაგალითზე განვიხილე, იგივე ხდება ჩვენი ფიქრის შედეგად, რამდენი რამე შეუძლია სტრესს გამოიწვიოს უცბად ამ ყველაფრის. და შეიძლება იმ წუთში, ეხლა ეს გენი მე ვთქვი, რომელიც ხილულია და გაჭაღარავდა თმა, მაგრამ შიგნით რა ხდება და რა პროცესებს გამოიწვევს, იმ წუთში შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ შემდგომში მე რო აქვს ხოლმე ნევროზი ან პანიკური შეტევა ან შფოთები, რატო ვარ ესე ყველაფერი თითქოს კარგად არის ჩემ ცხოვრებაში და ესე რატო დამემართა. აი შემდეგ სწორედ ეს არის მიზეზი, ეს ტრამვული გამოცდილებები, სტრესები და ძალიან ბევრი რამე, რომელიც ფიქრს მაქვს, ხო? ფიქრის შედეგად შეგვიძლია ჩვენ ავირიგდოთ ეს ყველაფერი თავიდან და კვანტურ ველში შექმნილი ჩვენი პოტენციური მდგომარეობა, რომელიც არის, რომელიც უკვე არსებობს, ეს მოვიზიდოთ, რომელიც გვინდა რომ იფიქროთ იმაზე, რაც გვინდა რომ მოხდეს და მე არ დაელოდოთ შედეგებს იმ წუთში, საერთოდ შეიძლება აღარ იფიქრო მასზე, შეიძლება კი აღარ უნდა იფიქრო, აი რა გზით, როგორ, რანაირად მოვა ეს ჩვენს ცხოვრებაში. რეალურად მოხდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ შენი ტვინი დაიჯერებს ამას, შენი სხეული დაიჯერებს ამას, შეგრძნებების დონეზე უნდა იყოს დაჯერება. ეს არ ხდება ისე რომ მე ლოგიკურად ვიცი რაღაცა ან გონება მიცის, გონებას ჯერ ამე პოზიტიურად არაცნობ, ამას ყოველ შეხვედრაზე ვიტყვი, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ შენ უნდა განიცადო ეს ყველაფერი, შენ უნდა შეიგრძნო, რომ უკვე არის ეს შენს ცხოვრებაში და თუ შენ ემოციურად უკვე გრძნობ ამ ყველაფერს, ვიდრე ტვინი დაიჯერებს ამ რეალობას, მოვლენა თვითონ აუცილებლად მოვა და გიპოვნის. მოულოდნელად, ისე მოულოდნელად მოვა ეს ყველაფერი, რომ თქვენ წარმოგიდგენთ სურპრიზის სახით იქნება თქვენთვის. ნუ მოკლედ აი უკვე კარგად წინ მივიწევთ ნელ-ნელა უკვე მივხვდით და როგორ ხდება სხეულის მიღმა გასვლა, გარემოს მიღმა გასვლა, ამაზე ვისაუბრეთ და შემდგომში განვიხილოთ დროის მიღმა გასვლა, ამაზე ვისაუბრებ და კიდევ ერთხელ მექნება თხოვნა რომ გააქტიურდეს ეს ვიდეოები და მოიწონოთ. მადლობა. დაგემშვიდობებით ნახვამდის.